მოგესალმებით, ფსიქოლოგია ტაროს არხზე დღეს გვექნება გაშლა მამაკაცის თვალებით დანახული შენ. როგორი ხარ შენ მამაკაცების თვალებით, რა იზიდავთ მათ შენში, რაში არის შენი განსაკუთრებულობა როგორც ქალის და როგორი ენერგია გაქვს შენ მათი თვალებით კიდევ ერთხელ. ხო, აქ აბსოლუტურად განვიხილავთ იმას თუ აი მამაკაცები როგორ გიყურებენ შენ და ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო არის ეს ბევრისთვის, დიდი ხანია მინდოდა ამ გაშლის ჩაწერა, ასე რომ ხო. ეს გაშლა დღეს შეიძლება, უკვე იწერება. ესე იგი, გვექნება სამი პოზიცია. პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია და მესამე პოზიცია. ციტრინი, ხო? ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება არჩევის გასაკეთებლად, შეგიძლიათ დააპაუზოთ და შემდეგ შემოგვერთდეთ. მე კი დავიწყებ. რა თქმა უნდა, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ისეთი ზოგადი, უფრო საინტერესო და ცოტა ისეთი გასართობი გაშლა არის, ხო? უფრო ინდივიდუალური ზუსტი აღწერებისთვის გირჩევთ ინდივიდუალურ ტარო სესიას. კარგი, დავიწყოთ. პირველი სესია მეთქი, პირველი პოზიცია. დავიწყოთ პირველი პოზიცია და დასაწყისისთვის ვიკითხოთ სინამდვილეში პირველი პოზიცია, ხო? მისი ენერგია როგორც ქალის. მისი ენერგია როგორც ქალის. პირველი პოზიცია. ის როგორც ქალი, მისი ნამდვილი ენერგია როგორც ქალის, სიგნიფიკაცია, ასე რომ ვთქვათ, თქვენი რომ მიხვდეთ, რომ ეს პოზიცია არის თქვენი, ხო? ოკეი, ნახოთ. ძალიან საყვარელი ენერგია აქვს პირველ პოზიციას, მე ვიტყოდი ძალიან ისეთი, აი რა ასაკშიც არ უნდა იყოს პირველი პოზიცია, სულ რაღაც ისეთია, ბავშვური, აი თქვენს ენერგიაში არის რაღაც ისეთი სიწყრიალა და სისუფთავი, რაც იზიდავს ადამიანებს ზოგადად თქვენსკენ. სიალალე, მომენტში რაღაც გულუბრყვილობა, სიკეთე, ემპათია, ღიაობა, აი აქ არის ეს კიდე პირველი პოზიცია კიდე. ძალიან ემოციურია პირველი პოზიცია, ძალიან სენსიტიური, ემოციურია, მგრძნობიარე. ანუ ეს არ არის აქ ესეთი ქალბატონი, რომელიც როგორ თქვა, რომელიც დაიგნორებს მის ემოციებს, არამედ ძალიან დიდი გრძნობელობა აქვს პირველ პოზიციას აქ. შემიძლია თქვა მაღალი დონის გრძნობელობა. ესეც ძალიან ისეთი ძლიერი ინტუიცია, მომენტში შფოთვა, ხო? ბევრ რაღაცას ის შესაძლოა ღელავდეს აქ პირველი პოზიცია, რაც უფრო მეტად ისე ცოტა მომენტში შფოთვარებას უმატებს მას, ხო? მაგრამ როგორც ქალი ძალიან ისეთი სენსიტიური, ღრმად მგრძნობიარე, ინტუიციური ქალბატონი არის აქ პირველი პოზიცია, ხო? ვისთვისაც რეზონირებს, რაც ახლა მე ვთქვი და მოდის თქვენთან ახლოს, ესე იგი ეს თქვენი პოზიცია და აგრძელებთ მოსმენას. ვისთვისაც არა, სხვა პოზიციას ისმენთ. ისიც არის, რომ შესაძლოა არც ერთი არ რეზონირდეს ამ სამი პოზიციიდან, რადგან ეს მხოლოდ საჯარო გაშლა. კარგი, დავიწყოთ. დავიწყოთ ახლა პირველი პოზიცია, ხო? მამაკაცების თვალებით დანახული პირველი პოზიცია. აი მამაკაცების თვალებით დანახული პირველი პოზიცია როგორც ქალი, ხო? აი როგორი ქალია მამაკაცების უმრავლესობის თვალებით პირველი პოზიცია, როგორც ქალი, როგორი ქალია. პენტაკლების დედოფალი, ქალი, რომელთანაც გინდება კომუნიკაცია. პირველ რიგში ძალიან ისეთი არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ეხლა მომივიდა აზრად ჟარგონულია და ცოტა ისეთია, ხო? არც ისე მომწონს ზოგადად, მაგრამ ეს სიტყვა მომივიდა ახლა აზრად დასტოინი, აი ესეთი ქალი, რომ აი თავი უჭირავს, აი რაღაცნაირად, რომ აი მოგინდება მასთან კონტაქტირება, მასთან კომუნიკაცია, რომ გაეგონო რას გეტყვის, როგორ გეტყვის. ქალი, რომელიც ძალიან მომხიბლელია, ქალი, რომელიც არ არის სულელი, არ არის გაუნათლებელი, არამედ აქვს თავისი ღირებულებები, სულიერად განათლებულია, ქალი, რომელიც გულწრფელია, რომელსაც აქვს თავის პრინციპები, ქალი, რომელმაც იცის რას ეძებს, იცის რა უნდა, მისთვის უმრავლესობისთვის
პირველი პოზიციისთვის უმრავლესობისთვის აქ ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური ურთიერთობები, ხო, ესეთი ოჯახური სისტემა შესაძლოა ჰქონდეს აქ პირველ პოზიციას ძალიან ძლიერი და მამაკაცები ამას თქვენში გრძნობენ. გრძნობენ, რომ ეს არ არის ის ქალი, ვინც რაღაც ძალიან ისე, აი როგორ თქვა, არასერიოზულ დამოკიდებულებას მის მიმართ გაგიტარებს და მასთან ეს მოსულან. არ არის პირველი პოზიცია ასეთი. არ მოსწონს აქ პირველ პოზიციას ყველა უბრალოდ დროის დახარჯვა ვიღაცებზე. ამიტომ მამაკაცები ამ ყველაფერს გრძნობენ ენერგეტიკულადაც და ინტუიციურად თქვენთან დაკავშირებით და როგორი ქალი აქ პირველი პოზიცია მათი თვალებით აბსოლუტურად მიმზიდველი, ჩამოყალიბებული, სტაბილური ქალი, რომელმაც იცის რა უნდა. და მომენტში ქალი, რომელმაც იცის მათზე მეტი, მათზე ბევრი. შესაძლოა ქალი, რომელსაც უფრო ესეთი ბევრი გამოცდილება აქვს უკვე ზურგს უკან, ბევრი რაღაც ნახა, ხო? ამიტომაც შეუძლია რაღაც მომენტში დაჭკუა დაგარიგოს, რაღაცები გასწავლოს, ან რჩევა მოქცეს ისეთი, ხო? ესეთ ქალად გიყურებენ ზოგადად მამაკაცები შენ, ხო? კიდევ ნახოთ, როგორ ქალად უყურებენ აქ პირველ პოზიციას მამაკაცების უმრავლესობა. მიწისტიქიაში აშკარად. მიწისტიქია თქვი და ესეა თასების დედოფალი ამით. ანუ პენტაკლების დედოფლად და მიწისტიქიაში გიყურებენ, მაგრამ თასებიც არ გაკლიათ აქ. აბსოლუტურ სტაბილურ ქალად. ქალი, რომელიც არის თავის რუტინაში. ქალი, რომელსაც აქვს რაღაც თავისი რუტინა, ქალი, რომელსაც ყველაფერი გამოუდის. ანუ აქ ძალიან არის ესეთი მატერიალური მიწის დამიწებული სტიქია იგრძნობა აქ. ასევე შესაძლოა გიყურებდნენ ქალი, რომელიც ლამაზია, ხო? ან ქალს, რომელსაც აი მოსწონს ის ვიზუალურად მოწესრიგებულად რო გამოეყურება. ყველაფერი თავის ადგილზე აქვს მოწესრიგებული, ესეთი ჩაწყრიალებული, ხო? ძალიან ვიზუალურად დამაკმაყოფილებელი მათი თვალებისთვის, ასე ვიტყოდი აქ. მაგრამ ეს არ არის რაღაც ცეცხლოვანი, არამედ ეს არის რაღაც დახვეწილი, სასიამოვნო, ლამაზი. მომენტში აი ესეთი დიდრული ჩაცმაც შესაძლოა იყოს, ხო, ესეთი ცოტა კლასიკური ჩაცმაც, ესეც. თავშეკავებული, მაგრამ დახვეწილი გარეგნობა, დახვეწილი ჩაცმის სტილი, ესეც. ასევე როგორ ქალად გიყურებენ და აქ არის ძალიან დიდი მზრუნველობა. აქ თქვენში მამაკაცები გრძნობენ ან ხედავენ ან ორივე ერთად გრძნობენ, რომ აი ქალი, რომელიც სულ მზად არის ვინმეზე იზრუნოს. ქალი მომენტში ქალი დედა, რომელიც ქალი მუდმივად მას აქვს სურვილი, რომ ვინმეს დაეხმაროს. აქ ზრუნვის ხო, ემოციურად, ანუ ძალიან ისეთი ემპათიური, რომელიც სულ მუდმივად ვიღაც მზად არის, რომ ვინმეს დაეხმაროს. აქ თქვენში მამაკაცები ამასაც გრძნობენ, ხო, აი, ქალი დედა, ქალი ზრუნვა, ქალი, რომელიც იზრუნებს შენზე, მაგრამ აქ არ არის ქალი მსხვერპლი, აქ არ არის ის, რომ აი, მუდმივ ზრუნვაში, აი, ზრუნვა არ არის აქ. კი, ზრუნვა, მაგრამ გარკვეულ ფარგლებში, აი, ესა იგრძნობა აქ. სადაც მეც მაქვს ჩემი დრო. აი, ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ხო? კარგი. ხა მინდა მე ვიკითხო, როგორი ენერგია გაქვთ აქ პირველ პოზიციას მამაკაცებისთვის, ხო? როგორი ენერგია გაქვთ მამაკაცების თვალით თქვენ? ვაუ, ეს ძალიან საინტერესოა და ურთიერთგამომრიცხავი. პირიქით ღია, ორივე. მე ვიტყოდი აქ ვისთვის როგორ, ხო? რადგანაც ბუნებრივია ხო ყველა მამაკაცი სხვადასხვანაირად გრძნობს თქვენს ენერგიას, გაჩნიათ ან კონტექსტსაც, ხო, შესაძლოა იყოს მამაკაცი თანამშრომელი, მამაკაცი მეგობარი, მამაკაცი შეყვარებული და 1000 რაღაცა, ხო? ამასაც გააჩნია რა კონტექსტის ურთიერთობა გვაკავშირებს ამ მამაკაცთან. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა, ამიტომაც შესაძლოა გამოვიდა ეს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, ესე იგი, როგორი ენერგია არის აქ, იცით, რაღაც ორნაირი. ვიღაცასთან შესაძლოა ვიღაც მოუშვათ ახლოს თქვენს პირად სივრცეში მოუშვათ ვიღაც ახლოს, გაუზიაროთ თქვენი იდეები, თქვენი შეხედულებები, თქვენი მომენტში ფიქრები, რაღაც სახის გეგმები, შთაბეჭდილებები, ხო? და ზოგს საერთოდ არ მოუშვებთ. აი ზოგს ეგრევე ეტყვით, რომ იცი რა, არა. და ეგრევე ბუდიში ჟარგონისთვის ეგრევე დაახვევინებთ.
ხო, აი აქ ასეთი ენერგია, ვიღაცისთვის ხართ საინტერესო ქალი, რომელსაც ბევრ თემაზე დაელაპარაკები და გაესაუბრები და ვიღაცისთვის მიუწვდომელი ციხესიმაგრე. მაგრამ ენერგია არის უფრო მეტად ცივი და მიუწვდომელი აქ. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ მხოლოდ ეს არ არის, რა თქმა უნდა, აქ მაინც გრძნობენ მამაკაცები, რომ თქვენ ხართ ზრუნველი და ისეთი, მაგრამ აქ არ არის აი როგორ თქვა, აქ არის გრძნობა ის, რომ თქვენს ენერგიაში მამაკაცები გრძნობენ, რომ აი თქვენ მუდმივად მზად ახართ, რომ მოისმინოთ ყველასი, ყველაფერი უთანაგრძნოთ, აი ამ მუდმივად ამ როლში არ ახართ და ამას გრძნობენ. იგრძნობა თქვენში მამაკაცებისთვის ის, რომ თქვენ შეგიძლიათ რაღაც თქვათ ძალიან ისე სწრაფად მოკვეთილად მომენტში უხეშად პირდაპირად რაღაც ისე უთხრათ და მოიშოროთ მომენტში. აი ეს სიცივე მაინც იგრძნობა თქვენში, თქვენს ენერგიაში მამაკაცებისთვის აქ. ოკეი, კარგი. რა იზიდავს მამაკაცებს პირველ პოზიციაში, როგორც ქალში? რა იზიდავს? თქვენ მათთვის ძალიან საინტერესოები ხართ და პირველ რიგში იმიტომ რომ აქ თითქოს რაღაც ემოციურობა იგრძნობა, მაგრამ თითქოს ემოციურად მიუწვდომელები ხართ მათთვის. აი რაღაცა ეს იგრძნობა პირველ პოზიციისთვის, რომ ემოციურად რომ ხო პენტაკლურ ენერგიებში ხართ, უფრო სტაბილურ, მე ვიცი საკუთარი თავის ფასი და მე არ ვხარჯავ დროს რაღაც სისულელეებზე, თუ რაღაც ხარისხიანი გაქვს, ოკეი, let's see. აი უფრო მეტად აი რაღაცა ასეთია, რომ ვერ ხედავენ თქვენს ემოციებს და ზუსტად აი ეს ძალიან აინტერესებთ მათ. მოსწონთ ასევე ის, რომ თქვენთან ერთი წუთი კიდევ ჩავეკითხები, რომ კიდევ უფრო კიდევ უფ ну ძალიან დიდი მიზიდულობა, რომ თქვენ აი დარწმუნებულები ხართ საკუთარ თავში, უმრავლესობა პირველი პოზიცია, ან ყოველ შემთხვევაში თვისაც შესაძლოა გქონდეს რაღაც თვითშებასებასთან გარკვეული ესეთი საკითხების თემა, შესაძლოა აჩვენებდეთ, ტრანსლირებდეთ იმას, რომ მე ყველაფერი კარგად მაქვს, მე დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში, ან მართლა ასე იყოთ, ხო? აი ეს იზიდავს თქვენში მამაკაცებს, რომ თქვენ გარეგნულად ისე იქცევით, ისე საუბრობთ, რომ აი იდეალურად გაქვთ ყველაფერი. დარწმუნებული ხართ საკუთარ წარმატებულობაში, საკუთარ სილამაზეში და იცით როგორ იფლირტავთ, იცით როგორ წაიყვანოთ დიალოგი. აი რაღაც მომენტში აი ამ სიძლიერეს და ამავდროულად ფემინურობას გრძნობენ თქვენში მამაკაცები და ზუსტად ეს იზიდავს, მაგრამ იგრძნობა აქ რაღაც სიცივე, რაც საერთოდ ძალიან მოწონთ. აი ძალიან საინტერესოა. რეალურად აქ ძალიან ემოციურია პირველ პოზიცია და მამაკაცები ამას აფიქსირებენ, მაგრამ რაც იზიდავთ, ეს საერთოდ არა ემოციურობაზეა საუბარი, არამედ აი ამ თქვენს მიუწვდომლობაზე მომენტში. და იმაზეც, რომ შინაგანად თქვენ სავსებით ავსებული პიროვნება ჩანხართ, ისე რომ აი არ ელოდებით ვინმესგან რამეს და მე საერთოდ არავისგან არაფერი არ მჭირდება, მე ყველაფერი მაქვს, რაც მე მინდა მქონდეს, ხო? აი, ძალიან ისეთი საინტერესოა, ხო? კარგი. არ ჩამოვკუფრავ სიტუაციას იმ კითხვით, რომ რა აფრთხობთ და ასე შემდეგ, დავტოვებ ამ გაშლას უფრო ისე პოზიტიურ კუთხით. დეტალები ახლა ვისაც დაინტერესებს საკუთარ თავზე, უკვე ინდივიდუალურ პროცესზე მოვიდა, იქ გაიგებს. ამიტომ აქ უბრალოდ დავსვამ კითხვას, აი რას ურჩევს ტარო აქ პირველ პოზიციას მის ფემინურ ენერგიასთან დაკავშირებით, ხო? უფრო მეტად რომ გახსნათ თქვენი ეს ქალურობა, კიდევ უფრო მეტად გამოამჟღავნოთ თქვენი შინაგანი ქალურობა, ხო? რეალისტეს თქვენი შინაგანი ქალურობა, ამასთან დაკავშირებით რჩევა პირველ პოზიციას. ვაუ! უფრო მეტად მოვსმინეთ საკუთარ შინაგან ინტუიციას. აი პირველ რიგში რჩევა ინტუიციასთან დაკავშირებით. აი ჩაყვინეთ საკუთარ ინტუიციასთან. დაუკავშირდით საკუთარ მეს. დაამყარეთ ძლიერი კავშირი თქვენ შინაგან თავთან.
არა მხოლოდ გარეგნულად შეიქმნათ ეს იმიჯი, არამედ შინაგანად ჩაყვინეთ სიღრმისეულად საკუთარ თავთან, აი თქვენში არის ძალიან ღრმა ინტუიცია და დრო არის, რომ ეს ინტუიცია ჩართოთ, გააქტიუროთ და მას მოусმინოთ, ხო? უფრო მეტად თქვენში აი ეს ქალური სიბრძნე გახსნათ და განავითაროთ. და პირველ რიგში ამას ემოციების მეშვეობით გააკეთებთ, მოусმინეთ თქვენს შინაგან პროცესებს, თქვენს ემოციებს, ხო? აი ასეთი რჩევა არის აქ. უფრო მეტად მე ვიტყოდი შინაგანი თავის გაცნობა, თქვენი შინაგანი ფილოსოფოსის გაცნობა, შეცნობა და ინტუიციასთან დაკავშირება დაგეხმარებათ თქვენი ფემინური ენერგიის უფრო მეტად გადაფურჩქნაში, განვითარებაში, ხო? ასეთი რჩევა და ასეთი ინფორმაცია იყო აქ პირველი პოზიციისთვის, ვისაც მოეწონა, აუცილებლად დაალაიქეთ, დატოვეთ კომენტარი, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ და მსურველებს ველოდები ინდივიდუალურ ტარო სესიაზე. მივესალმები მეორე პოზიციას. ნახოთ სიგნიფიკაცია მეორე პოზიციის, ხო? სინამდვილეში როგორი პიროვნება, როგორი ადამიანი, როგორი ქალბატონი სინამდვილეში არის მეორე პოზიცია, სიგნიფიკაცია მეორე პოზიციის, ხო? რომ იგრძნოთ თქვენია ეს თუ არა. ვაუ, რა ხდება? მეორე პოზიცია. ეს რა ხდება? მეორე პოზიცია აქ მუდმივად ეძებს რაღაც განახლებებს, რაღაც მუდმივ ტრანსფორმაციაში აქ მეორე პოზიცია. სულ რაღაც თქვენში, სულ მუდმივი ტრანსფორმაციები. აქ არის თქვენში ბევრი, რა თქმა უნდა, როგორც ყველაში, ბევრი რაღაც ბლოკები, დამაბრკოლებელი ფაქტორები, რასაც თქვენ მუდმივად ცვლით, ხო? მუდმივ ტრანსფორმაციაში საკუთარ თავთან, საკუთარ ცხოვრებასთან. ეს არ არის მარტივი, აქ შესაძლოა მეორე პოზიციას გქონდეს ბევრი ისეთი პროგრამა, რაც იწვევს საკუთარ თავის დანგრევას, დამოკიდებულებებს, ტოქსიკურ ურთიერთობებს და რაღაც სხვადასხვა სახის არც ისე სასურველ რაღაცებს ჩვენთვის და ჩვენი ცხოვრებისთვის, ხო? მაგრამ ზოგადად მეორე პოზიცია ძალიან ძლიერი პიროვნება აქვს. ძალიან ისეთი საკმაოდ ძლიერი ინტელექტუალური უნარები შესაძლოა ჰქონდეს აქ მეორე პოზიციას, განვითარებული იყოს ინტელექტუალურად, სულიერათაც, ხო? სულიერათაც, აქ სულიერი განვითარებაც იგრძნობა. საერთოდ მე ვიტყოდი აქ მეორე პოზიცია ესეთია. მუდმივად განვითარებაში, მუდმივად საკუთარი თავის შესწავლაში და გამბლოკვაში. ძალიან საინტერესო სიგნიფიკაცია არის აქ მეორე პოზიციასთან. თუ გრძნობთ, რომ ეს თქვენზეა, აგრძელებთ მოსმენას, ხო? ეხლა ვნახოთ თვითონ მამაკაცები. როგორ ქალად გიყურებენ მამაკაცებს, ხო? როგორ ქალად გიყურებენ მამაკაცები. აღიქვამენ, ხედავენ, ხო? როგორ ქალად ხედავენ მეორე პოზიციას. ხო? ქალს, რომელიც გამოგაფხიზლებს. ქალს, რომელიც აი თუ ჩაგიარა, ან გამოჩნდა შენს ცხოვრებაში რაღაც პატარა წამების განმავლობაში მაინც აი რაღაც მისი გამოჩენა დუნ, აი რაღაც ასეთია რა, მისი გამოჩენა პომპეზური, ენერგეტიკულად ძალიან ძლიერ ენერგიას გრძნობენ, როდესაც ხედავენ. შენი გამოჩენა მამაკაცების ცხოვრებაში არის გამოღვიძება მათი. აი მომენტში რო იყოს ადამიანი მოწყენილი, სევდაში და რაღაც და უცებ ხედავს შენ, ენერგიაც ისეთი აქ მეორე პოზიციას ძალიან ძლიერი, რომ ეს ზეგავლინასახდეს მამაკაცებზეც და ეგრევე რაღაც ფხიზლდებიან. ასევე როგორ ქალად და აი ქალი მზე არ არსებობს. ისეთი ქალი იყოს აქ მეორე პოზიცია, ვინც მასებში შეერევა და ვერ შეგამჩნევთ. გამორიცხულია. მეორე პოზიცია აქ სრაზუ ჩანს. მამაკაცები მას ეგრევე ხედავენ. იქნება ეს ქარიზმა, იქნება ეს ჩაცმის სტილი, იქნება ეს თლიანად გარეგნობა, თუ თქვენი ენერგია, თუ საერთოდ ყველაფერი ერთად. შოკი, მაგარია. კარგი, ნუ როგორ ენერგიას გრძნობენ მამაკაცები, ხო? თქვენი ენერგია მათთვის როგორია? ძალიან სასიამოვნო. ისეთი ენერგია გაქვთ, რაც მათ ატყვევებს, მათში აღვიძებს სიყვარულის სურვილს, ფლირტის სურვილს, თქვენთან საუბრის სურვილს, კომუნიკაციის სურვილს. აი, ისეთი ენერგია გაქვთ, რომ უნდა მამაკაც აი რაღაცნაირად თქვენთან ისაუბროს, გეფლირტაოთ, ხო? დაგაბათ, დამატყვევებელი, მიმზიდველი და ამავე დროულად აი როგორ თქვა
ისეთი ამავდროულად რელაქსური და სასიამოვნო ენერგია. ხო, აი ასეთ ენერგიას გრძნობენ მამაკაცები მეორე პოზიციაში, ხო? რა იზიდავს მამაკაცებს მეორე პოზიციაში, როგორც ქალში, რა იზიდავს? მე ვიტყოდი თქვენში მამაკაცებს იზიდავს ის, რომ თქვენ გრძნობენ, რომ თქვენ გაქვთ ძლიერი კავშირი საკუთარ თავთან. აი, რაღაც თქვენში მამაკაცებს იზიდავთ თქვენი უნარი სიღრმისეულად ჩახედოთ ადამიანის სულს. სიღრმისეულად მოისმინოთ და სიტყვების გარეშე იგრძნოთ, რას გრძნობს მამაკაცი. ან რას ფიქრობს. აი, ინტუიციას გრძნობენ თქვენში და ეს ძალიან აღართოვანებს მას. ასევე მოსწონს ის მამაკაცებს მეორე პოზიციაში, რომ აი მეორე პოზიციაც ეს ძალიან კარგი ფსიქოლოგია მეორე პოზიცია და ძალიან კარგი ეზოთერიკოსიცაა და ძალიან კარგი ინტუიცია და ძლიერი ინტუიცია აქვს, ხო? ესეთი ვიჩი არის ერთგვარი აქ მეორე პოზიცია, რაც მამაკაცები გრძნობენ და ეს პირიქით მოწონთ მამაკაცებს, მაგრამ ეს არ არის აგრესიული გზით აქ ნაჩვენები, ხო? მამაკაცებს მოსწონს, რომ თქვენში ეს არის და თქვენ აი ისეთი ის გაქვთ, რომ სულ მზად ახართ დაეხმაროთ ადამიანს, გულწრფელად. თქვენ არ ახართ ის, რომ რაღაც ქედმაღლურობა თქვენში არის გრძნობა, სიცივე თქვენში არის გრძნობა, გული რო დახურული მაგ არავის რო არ ვენდობი, ეს არის გრძნობა, საპირისპირო ამ ყველაფერს. ხო, ეს ძალიან მოსწონს მამაკაცებს თქვენში. ასევე თქვენი შინაგანი სიბრძნე, ესეც იგრძნობა, რომ აი ბევრი რაღაცა იცით. ბევრ რაღაცაზე დაგელაპარაკებათ ადამიანები, მამაკაცები და მამაკაცები გრძნობენ თქვენში, რომ გაქვთ მაღალი ემოციური ინტელექტი, რაც მათ ძალიან მოსწონთ. კიდევ ვკითხოთ, რა იზიდავს აქ მამაკაცებს მეორე პოზიციაში, როგორც ქალში. იზიდავს. თქვენი ენერგიულობა, თქვენი შემართება, თქვენი სიძლიერე. რომ აი რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ სულ მზად ახართ, რომ იბრძოლოთ, თქვენ სულ მზად ახართ, რომ განვითარდეთ, მზად ახართ, რომ დაიცვათ თქვენი ინტერესი, თქვენი სათქმელი. ხო, ესეთი მომენტში აქ ისიც, რომ რაღაც სამართლიანობის განცდა და მზაობა, რომ მე ვთქვა ჩემი სათქმელი, მე დავაფიქსირო ჩემი აზრი, ხო? ძალიან საინტერესო ნახეთ, ემოციურობა, ინტუიციურობა იმასთან ერთად, რომ ამავდროულად მე მტკიცედ მზად ვარ რომ გავაშღერო ჩემი შეხედულებები და ჩემი აზრი. ეს ძალიან ორი მნიშვნელოვანი არის, ხო? კარგი რჩევა მეორე პოზიციისთვის, აი როგორ უფრო გახსნას მისი შინაგანი ფემინინური ძალა და განავითაროს. მეც აღარ დავსვამ აქ კითხვებს, იმიტომ რომ ძალიან კონკრეტულად კარგად გამოვიდა მეორე პოზიციასთან და ხო, ისეთი მაინც ლაითი ზოგადი გაშლა არის. კარგი რჩევა მეორე პოზიციას რა გახსნას განავითაროს საკუთარ თავში ფემინური ენერგიის კუთხით, რომ უფრო მეტად გახსნას ეს ენერგია. მე ვიტყოდი ის, რომ არ გაექცეთ საკუთარ ფემინურ ენერგიას, ნუ გეშინიათ საკუთარი ბრწყინვალების, საკუთარი სექსუალური ენერგიის, ნუ გეშინიათ, რომ გამოავლინოთ საკუთარი თავი მამაკაცებთან კომუნიკაციის დროს, ხო? არ შეგეშინდეთ იფლირტაოთ, არ შეგეშინდეთ ისიც, რომ უფრო მეტად აქტიურები იყოთ, ხო? აი თამამად გამბედავები იყოთ მამაკაცებთან, რომ აი მაგალითად მე მინდა მივწერო პირველი, ნუ პირობითაც ისეთი გავრცელებული მაგალითად, ხო? მე მინდა მივწერო პირველი, ან მე დავპატიჟებ პაემანზე, ან მე ვიზამ, ხო? აი რაღაც მომენტში არ შეგეშინდეთ ამისი, არ შეგეშინდეთ, რომ იყოთ სექსუალურები, ინიციატორულები და საკუთარ სილამაზეში თავ დაჯერებულები, ხო? ასეთი რჩევა აქვს მეორე პოზიციისთვის, გაუშვით თქვენი წარსული ტკენა, ტკივილი, იმედგაცრუება და თამამად, იმედიანად, პოზიტიურად და საკუთარ თავში დარწმუნებულობით სავსე გააგრძელეთ თქვენი სვაწი და თქვენი გზა, ხო? ასეთი ინფორმაცია იყო აქ მეორე პოზიციისთვის, ვისაც მოეწონა ეს გაშლა აუცილებლად დალაიქეთ, დატოვეთ თქვენი კომენტარი, ვისაც ჯერ კიდევ ჩემი არხი არ გამოუწერია, აუცილებლად გამოიწერეთ და სურვილებს გელოდებით ჩემთან ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. მივესალმები მესამე პოზიცია, ვინც აირჩია
და ნახოთ დასაწყისისთვის მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია, ხო, ზოგადად რომ იგრძნოთ და გაიგოთ. თქვენი პოზიცია არის ეს, თუ იქნებ და არა, ხო? ასეც ხდება, მაინც საჯარო და ესეთი ზოგადი გაშლა. კარგი, მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია ზოგადად როგორი პიროვნება, როგორი ადამიანი, როგორი ქალბატონია სინამდვილეში მესამე პოზიცია აქვს მისი ზოგადი სიგნიფიკაცია გვაჩვენეთ. მესამე პოზიციამ ბევრი რამ გაიარა ცხოვრებაში, ბევრი რამე აქვს უზრუნველს უკან. მესამე პოზიცია. ქალი, რომელმაც აქ შესაძლოა იყოს ესეთი ადამიანები, ვინამაც მომენტში რაღაც მის ოჯახთან დაკავშირებით ბევრი სირთულე გადალახა, ხო? შესაძლოა ეს იყოს ოჯახური რაღაც სირთულეები, პრობლემები, ასევე მაგალითად განქორწინებები, განშორებები, ბევრი რაღაც რა კავშირშია ოჯახთან, ტრადიციებთან და იმ ფესვებთან, რაც ოდესღაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. რამაც განიცადა ტრანსფორმაცია, რაც შეიცვალა. ასევე აქ მე ვიტყოდი სინამდვილეში მესამე პოზიცია არის ქალი, რომელიც სულ იტყვის მის სათქმელს. ქალი, რომელიც ხმამაღლა ამბობს მის სათქმელს. აი, ქალი ლიდერი მომენტებში, ქალი, რომელიც აი მე მინდა ეს და მე ამას გავაკეთებ, ხო? აი რაღაც ასეთი ძალიან ძლიერად არის გამოკვეთილი აქ ორატორულობა. შესაძლოა ეს ქალი სადღაც იყოს ისეთ პოზიციებზე, სადაც გამოთქვამს რაღაცას, ამბობს, ხო? ან აჩვენებს სხვებს, რომ აი ეს ასია, ან მე ასე მინდა. აი, არ ვიცი, რთული ამის აღწერა, ხო, სიტყვები ამ ყველაფერს რომ მივცე მომენტებში. მაგრამ ქალი, რომელმაც აი ასევე მინდა ვთქვა, რომ ესეთი ძალიან განათლებული, განვითარებული ქალი, მაგრამ ისეთი ქალი, რომელიც არავის არ დააჩაგრინებს საკუთარ თავს. და თვითონ როგორც უნდა და რაც მიაჩნია სწორად, ისე გააკეთებს, ხო? აი რაღაც მომენტში შეიძლება ვიღაცამ ამას ეგოიზმი უწოდოს. არ ვიცი, აქ ჯანსაღი ეგოიზმზე არის აქ საუბარი თუ არა, მე აქ სიღრმეში არ ჩავალ, მაგრამ არის ის მომენტი, რომ აი მე ამას ასე ვხედავ და მე ამას ასე გავაკეთებ, ხო? აი არის ეს მომენტი, რაც არც ისე ცუდია, ხო? გააჩნია რა თქმა უნდა რა მომენტში. ასევე ქალი, რომელმაც იცის რა უნდა, სად უნდა, როგორ ანაირად და ძალიან ძლიერი ინტუიცია აქვს. ძალიან ძლიერი ინტუიცია აქვს მას. ის ბევრ რამეს ხედავს, ის ბევრ რამეს ხვდება. მან ბევრი რამ იცის. არ ვიცი ახლა ვინ რამდენად იყენებს ამ ცოდნას და ინტუიციას რამდენად უსმენს, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი არის, ხო? თუ რეზონირებს ეს ინფორმაცია თქვენთან უსმენთ. კარგი. საინტერესოა ნახოთ მესამე პოზიცია, როგორც პიროვნება ძალიან საინტერესო არის და როგორც ქალი ამოვიდა ხმლების დედოფალი, რომელიც ასევე ჰაერისტიკია, ხო? კარგი. ნახოთ, აი მამაკაცის თვალებით დანახული მესამე პოზიცია, როგორი ქალია მამაკაცების თვალებით მესამე პოზიცია, ხო? როგორი ქალია. რა არის? რაი ძალიან ისეთი ხედვა აქვთ, რომ აი მე რა არის ეს? აი როგორი ქალია, იცი, როგორ ქალად გიყურებენ, ხო? ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ასეა, ეს უბრალოდ როგორაც გიყურებენ მამაკაცები, რაღაც მომენტში რაღაც გაურკვევლად გხედავენ. აქ არ აქვთ კონკრეტულად ჩამოყალიბებული კონკრეტულად ერთი რაღაც, ხო? რაღაც ემოციურ კუთხით არასტაბილურ, არაპროგნოზირებად ქალად, ხო? ქალად, რომელიც ძალიან იცავს თავის საზღვრებს, რაღაც შებოჭილობა, მიუდგომლობა თქვენს მიმართ და ამავდროულად გაურკვევლობა, რაღაც კიდე როგორ ქალად გიყურებენ. აი ქალი, რომელიც აი თუ უნდა ფლირტი, გართობა, ამ ყველაფერს გეტყვის, ან გაგრძნობინებს, ხო? და შენც მერე ბუნებრივად გადადგამ ნაბიჯებს, მაგრამ არის ამ ქალში რაღაც ის სიღრმისეულობა და ისეთი რაღაცა, რასაც ბოლომდე არ ავლენს ეს ქალი და ბოლომდე ამას ვერ ჩაწუდები, ხო? ვერ გაიგებ ბოლომდე როგორი ქალი არის ეს. აქ მესამე პოზიციას რაღაც მომენტში აქ ამოცანის მომენტიც. ბოდიშით და მომიწია და პაუზება. ხო, ქალი, რომელშიც არის რაღაცა ამოუცნობი, რაღაც ამოცანა, ერთგვარი ასეთი ამოცანა, რომელიც დაფარულია, რომელიც ბოლომდე შეუცნობადი. ქალი, რომელიც ბოლომდე შეუცნობადი, აი, ასეთ ქალად.
კარგი. როგორ ენერგიას გრძნობენ მამაკაცები, ხო? თქვენში. ესეც ვიკითხოთ, როგორ ენერგიას. ძალიან ისეთ ენერგიას, აი მამაკაცები გრძნობენ თქვენში ბევრ რამეს, გრძნობენ რამდენი ტკენა გაიარეთ. აი მე ვიტყოდი მამაკაცები გრძნობენ მესამე პოზიციაში მის სიძლიერეს. მის სულის სიძლიერეს. გრძნობენ თუ აი რამდენი რამე გაიარა, რამდენი სირთულე გადახდა თავს და ამავდროულად გრძნობენ იმასაც, რომ აი შინაგანად რაღაც შესაძლოა მესამე პოზიცია განიცდიდეს რაღაც ქაოტურ მდგომარეობას საკუთარ თავთან. აი ამასაც გრძნობენ აქ, აი ძალიან ბევრ რამეს გრძნობენ თქვენს ენერგიაში აქ მამაკაცები, ენერგეტიკული კუთხით, ძირითადად თქვენს ტკენას და ტკივილს და უნდობლობას და იმ მზაობას, რომ აი ვიჩხუბო, დავიცვა, აი ამასაც გრძნობენ, ხო? შესაძლოა ხა ბუნებრივია ყველა ვერაცნობიერებს რატო გრძნობს ამას, მაგრამ გრძნობენ ამას ენერგეტიკულად. კარგი. რა იზიდავს თქვენში მამაკაცებს, როგორც კალში? პირველ რიგში ის, რომ ძალიან სექსუალურები და მიმზიდველები ხართ. რაც იზიდავს მათ თქვენთან ეს პირველი სექსუალურობა. მე ვიტყოდი აქ თქვენი ინტელექტი, თქვენი გონება, თქვენი ინტელექტი. საუბრის არა, ინტელექტი. ინტელექტი არის პირველი რაც იზიდავს თქვენში მამაკაცებს, მაგრამ ეს უკვე ეხება ისეთ მამაკაცებს, ვისთანაც თქვენთან უსაუბრიან, გამგონია თქვენი საუბრის მანერა, ხო, უფრო აი ასეთებს რა თქმა უნდა. კიდევ რა იზიდავს თქვენ, ოჰო. აი თქვენში არის მიმზიდველი ისეთი ენერგია, აი ძალიან მიმზიდველი სექსუალური ენერგია, რაც აჯანტოვებს ადამიანს. ამას ვიტყოდ, რაღაც მაგნეტიზმი. შესაძლოა გარეგნობა არ იყოს აი ყველაზე ბუნებრივი არც არსებობს ასეთი გარეგნობა, მაგრამ რაღაც ისეთი არის თქვენში და თქვენს ენერგიაში, რაც ეგრევე აი ადამიანების გულში ან ტვინში ჯდებით და ეგრევე იწყება მიზიდულობა, სურვილი, კომუნიკაციის, კონტაქტის თქვენთან, ხო? ძალიან ისეთი სავსებით გასაგები აქ. უფრო მეტად აქ არის ესეთი მისტიური დამატყუებელი ტიპაჟი. მე პირადად შემიძლია, რა თქმა უნდა, გავაგრძელო ხა ინდივიდუალურ ტარო სესიაზე რომ ვიყოთ, ვიკითხავდი რა აფრთხობს მამაკაცებს, ხო, რა უფრო განავითაროთ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მხოლოდ საჯარო ესეთი ლაითი გაშლა, ამიტომ არ გავაგრძელებ მეც და უბრალოდ ვიკითხავ აი რჩევა მესამე პოზიციისთვის, როგორც ქალისთვის, ხო, რა განავითაროს საკუთარ თავში ფემინური ენერგიის კუთხითაც, რომ უფრო მეტად გამოავლინოს მასში ეს ძლიერი ფემინური საჩუქარი, ხო? ცეცხლის ენერგია. უფრო მეტად ვიტყოდი, რომ აი ამ თქვენ შინაგან იმპულსებს მიცეთ მიმართულება. არამედ აი როგორ რაღაც იცი, ის კი არა რომ მხოლოდ აი შინაგან იმპულსებზე ვარ აყოლილი და აი ბევრი ცეცხლია, ზედმეტად ბევრი, არამედ ვაცნობიერებ ამ ყველაფერს და ვაძლევ მიმართულებას. მართოთ თქვენი ეს ძლიერი ძალიან სექსუალური ენერგია მართოთ და მისცეთ მას კორექტული მიმართულება. კიდევ დაუთმოთ დრო საკუთარ შინაგან თავს, იმ დრო თქვენში ძალიან ბევრი რაღაც ხდება, მოხდა, ბევრი რამ გაიარეთ და კარგი იქნება, რომ უფრო მეტი დრო დარჩეთ საკუთარ თავთან, აი მხოლოდ თქვენ და თქვენი თავი, რომ უფრო მეტად მოусმინოთ საკუთარ თავს და დახუროთ ის მაგალითად ტკივნეული მწარე თემები, სადაც მოგატყუეს, გიღალატეს ან დაგტოვეს, ხო, რომ აი საბოლოოდ დახუროთ ეს საკითხები. ასეთი რჩევა იყო აქ მესამე პოზიციისთვის. სამივე პოზიცია ძალიან საინტერესო გამოვიდა, ვისაც მოგეწონათ მესამე პოზიციაც აუცილებლად დალაიქეთ, დატოვეთ თქვენი კომენტარი და ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ და მსურველებს ველოდები ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. წარმატებები ყველას!